აკი ექიმიც უზრუნველია მთელ რიგ შემთხვევაში რომ ხელს არ არა და ძალიან ბევრი ექიმი დაკომპლექსებულია იმის გამო რომ ქონდა აპრიორი ისეთი გაგება რომ აი ეს არის ყველა დაავადებას მოარჩენს და ამ პესიმიზმმა ჩეხოვს ხელი ააღებინა მედიცინაზე. ჩეხოვი იცით ეს მწერალი დრამატურგი რუსულ ლიტერატურაზე ცნობილი დასავლეთის ცნობილი მწერალი არის ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვი ხო? იმას სამედიცინო განათლება მიიღო და წავიდა მთელი ენთუზიაზმით პირველ ეტაპზე რუსოფლებში, მაგრამ აკდებოდა ხალხი ხელში არც ამალი აქვს, არაფერი არ აქვს და ძალიან სევდა მოიცვა რა. ისა თავი დაანება ამას. ხო, ლიტერატურული ნიჭიც ჰქონდა მას და პარალელზე გადავიდა ამ ლიტერატურულ ნაწარმოებს და მას ფსიქოლოგიური ისეთი სამედიცინო განათლება ხელი შეუწყდა თვითონ მედიცინამაც. მის მოთხრობები ნოველებში კარგად არის ეს ადამიანის ფსიქიკა აღწერილი და ძალიან აღალ დონეზე გადმოცემს და ერთ-ერთი საინტერესო ნოველისტია არის რუსულ ლიტერატურაში, რო იცოდეთ. ქართულის თარგმანში ისე არ შეიმჩნევა ის ირონია და ის სევდა. ბევრ ნოده ძალიან დიდი სევდა ჩეხოვთან ხო. აი ბიგენტი ვერესაევის ექიმის ჩანაწერები, ისეც მედიკოსი და ისეც ძალიან პირობები არ არის რა, კი ვარ ექიმი, მაგრამ არა მაგდება ერთი, მაგდება მეორე და რაღაცა ცუდათა ვარ. და იმსხრევა წარმოდგენა იმისა, რომ ყველაფერი შემიძლია ადამიანი გავკუნო. პირველ ეტაპზე ყველას მოსდის სამედიცინო მუშაკებს, როცა აი ესე ენთუზიაზმით მიდიახარ და მე დელელა ვეხელის იქნებენ რა. და უბედურება ისაა, რომ ბოლოს ისეთ დონეზე გადიან, რომ ადამიანს უყურებენ როგორც ნივთს. აი ესე რა. როგორც მატერიას, გარემონტე გადააგდე რა. და ძალიან ბევრი შეცდომებიც არის და შეცდომების თავის ასარიდებდა და დაზღვევაზე გადადიან და ყოველთვის ყველა ოპერაციის წინ ადამიანს ხელს აწერილებენ, რომ რამე მოგივიდა ეს ვიცოდე არაფერი არ დავამბრალო. თუ რა გაგარჩევენ, ან დაწვების ოპერაციოთ ან არა. თუ წვების ოპერაცია, ყველა ვარიანტი ხელი უნდა მოაწერო. ისეთ როგორ მოქმედებს, ხელს მაწენებ, ესე იგი რა გარანტია იმისა, რომ მე უნდა მოვკვდე ხო? ხო, რა სიგჭირდება ხელის მოწერა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თავქარიანია და იმ პაციენტებსაც წარმოდგენა აქვს, რომ ექიმს ყველაფერი შეუძლია. თუ ყველაფერი შეუძლია და მე არ მომარჩინე, ესე იგი მომკალი. ამიტომ აი დაიდო ეგ ადრე არ იყო. და ცოდვილი გარემო რა არის. ასე რომ ვინ გითხრათ თუ ექიმი ის არის ღმერთი. ადამიანია ჩვენსავით, თქვენ ეს პროფესია შეისწავლეთ, იმანის პროფესია. თქვენ ხართ მეცნიერი, რომელიღაცა ბიოლოგიაში დარგში ან თქვათ რომელიღაცა თქვათ ტექნიკაში, ფიზიკაში, მათემატიკაში ასე შემდეგ. ის არის მედიცინაში და ისეთ სამი საქმის პროფესიონალია. ისეთ ადამიანი და ისეთ ექვემდებარება გაბერებას, დაავადებას და მკურნალობას. არის იცით რომ ექიმებიც მკურნალობენ? თუ გონიათ საავადმყოფოებში ექიმები არ წვებიან. თვითონაც ავადდებიან, თვითონაც წვდებიან და კოლეგების მეშვეობით იმედი აქვს რომ კოლეგი განკურნავს. ყველა ექიმი იცის რომ ექიმი ღმერთი არ არის და იცის რა შენ ვერ მიშველი მე თავის გამოცდილებით. მხოლოდ ექიმებმა იციან რომ ექიმები არ შველიან. როცა თვითონაც საჭირო ჩავარდება იმ მდგომარეობაში რომ უნდა უმკურნალოს ექიმმა. იმას უკვე იმის იმედი არც აქვს და ძალიან ბევრი აღარც მიდის ექიმთან სამკურნალოდ. არც ნემსებს იკეთებს არაფერს, იცის რა ხდება იქ.